დღევანდელი დღის თემა. გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა დღის პაპანაკებაში. დღევანდელ სიტყვას ნელა და უხალისოდ შევუდგები. ყოველდღიურად გასწავლით, შეგაგონებთ, სულიერ ტრაპეზს გთავაზობთ, თქვენგან მრავალი კი მონაწილე ამ სულიერი დარიგებისა, სასწაულებრივი ტრაპეზისა, ჩვენი მზრუნველობით ვერ სარგებლობს და მთელ დღეებს საცხენოსნო მოედნებზე ატარებს. ჩვეულებად ქცევიათ ამ ურჯულო სანახაობებზე სიარული და ეშმაკის პირველივე დაძახებისთანავე მის ცპიერ კლანჭებში თავს საკუთარი ნებით იდებენ. ვერც ჩვენი შეგონებ, აბა ვერც იქ უმისოდ დახარჯული დრო ვერ შეაგზნობინებს ხოლმე იმ საფრთხეებს, რაც მათ მოელით. Რაღაც სურვილი უნდა მქონდეს იმ ადამიანების სწავლებისა, რომელთაც თავად სულაც არ სურთ ჩვენი სიტყვებიდან სარგებელის მიღება? ნუ გაოცდები მიწის მუშაკიც ასეა, თუ მძიმე შრომის შემდგომ შრომამ ფუჭად ჩაუარა და მიწა უნაყოფო გამოდგა, ისე ხალისით და გულმოდგინებით ვეღარ შეუდგება ხოლმე თესვას და ხვნას როგორც ადრე. ასეა ექიმიც, თუ კი ავადმყოფი მის დანიშნულებას არ დაემორჩილა და პირიქით თავისი ცხოვრების წესით გაიმწვავა დაავადება, შესაძლოა მიატოვოს მკურნალმა, რათა საკუთარმა გამოცდილებამ ასწავლოს თუ რა იქნებოდა მისთვის სასარგებლო. ასეა მასწავლებელიც ისეთ შეგირდებს, რომელნიც ზედაპირულად ისმენენ მის ახსნილს, ხშირად ყურადღების მიღმატოვებს, რათა შრომის მოყვარეობის ცეცხლი მათში ამ გზით აანთოს. თუმცა ხანდახან შესაძლოა მიწის მუშაკი იმის დანახვამ უფრო გააქტიუროს, რომ დანაკარგი უფრო და უფრო იზრდება, რომ შრომის საზღაურს ვერადა ვერ იღებს. ექიმიც, მხოლოდ დროებით თუ დატოვებს ავადმყოფს, რათა ტკივილის მატებამ პაციენტს დაავადება შეაგრძნობინოს და წამლობისკენ უბიძგოს. იგივენაირადაა მასწავლებელიც, ბავშვების არასრულწლოვნებიდან გამომდინარე, მათ სასარგებლოდ კიდეც ჯის ხოლმე. ამიტომ ჩვენც მზად ვართ დღესაც გამოვიჩინოთ დაცემულთა მიმართ მამობრივი სიყვარული და ვასწავლოთ ის, რომ დიდხანს უზრუნველად ყოფნას დიდი მსჯავრი მოჰყვება. მიწის მუშაკი ხშირად ვეღარ თესავს ხოლმე ისეთივე ხალისით, როგორც ადრე, რადგანაც ფიქრობს, რომ ამაოა და უაზრო მისი ღვაწა. ჩვენ შორს ვართ ასეთი უიმედობისგან. ვინაიდან როდესაც უფლის დანაბარებს აღვასრულებთ და უკან ვუბრუნებთ ჩვენთვის მომადლებულ ვერცხლს, მომავლაში მის მიერ ჩვენთვის ჯილდოა გამზადებული. მსმენელებიც ხომ მას ჩააბარებენ ანგარიშს, ვინც მეტობით მოითხოვს მის მიერ მიმადლებულს. ამრიგად, ჩვენ მხოლოდ საკუთარი სიკეთე კი არ გვსურს, არამედ გვინდა რომ თქვენც გამოიყენოთ საქმეში ის, რასაც გადმოგცემთ, რათა ისე არ დაისაჯოთ როგორც ტალანტის დამფლელი, რომელმაც არამხოლოდ არ გაამრავლა უფლის მიერ მიცემული ვერცხლი, არამედ მიწაში ჩამარხა ის. ასე დაემართება ნებისმიერს, ვინც ცოდნას მიიღებს, ნაყოფის გამოღებას კი არ შეეცდება. იქნებ ვინმე თქვას იგავი ტალანტების შესახებ მასწავლებლებზეაო ნათქვამი? მეც იგივეს დავადასტურებ. მაგრამ თუ სიღრმისეულად გაიაზრებთ ამიგავს, დაინახავთ, რომ მასწავლებელნი ვალდებულნი არიან მხოლოდ ვერცხლი გასცენ, თქვენი ვალი კი ისაა, რომ არამხოლოდ შეინახოთ მოცემული, არამედ საქმეშიც გამოიყენოთ. ამაში რომ დარწმუნდეთ, იგავს მოგითხრობთ. ვითარცა იგი რაჟამს წარვალ კაცი და მოუწესის მონათა თვისთა და მისცის მათ მონაგები თვისი. და რომელსამე მისცა 5 ქანქარი, რომელსამე 2 ქანქარი და რომელსამე 1, კაცად-კაცაცა მსგავსად ძალისა თვისისა და მეყსეულად წარვიდა. შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაი და სიტყვაი ყო მონათა მათთანა და წამოდგა, რომელმან იგი 5 ქანქარი მიიღო და მოართუა მას სხვაი 5 ქანქარი და რქუა. უფალო, 5 ქანქარი მომეცმე. აჰა, ესე რა სხვაიღა 5 ქანქარი შევსძინე. დიდია კეთილგონიერება მონისა და უხვია კაცთმოყვარება უფლისა. აი რა შეუბნება, კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო. მცირეცა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ, შევეცი ხარულსა უფლისა შენისასა. ვინაიდან უხვად აჩვენე კეთილგონიერება და რაც ჩაბარებული ქონდა გამოიყენე, მეც სიმსახურებ. მოვიდა იგიცა, რომელსა 2 ქანქარი მიეღო და რქუა. უფალო, 2 ქანქარი მომეცმე. ჰა, სხვაი 2 ტალანტი შევსძინე. მეორე მონის საქციელშიც დიდი მზრუნველობა ჩანს ბატონის ქონების მიმართ. ამიტომ ისიც იმის ღირსი ხდება, ისიც პირველი. მაგრამ რატომ ერგოთ ერთნაირი პატივი 2 ტალანტის და 5 ტალანტის მშოვნელს? იმიტომ რომ მეტი და ნაკლები მატება ტალანტებისა ერთის მომხეჭელობით და მეორეს უზრუნველობით კი არაა განპირობებული, არამედ ეს მათთვის მინიჭებული ტალანტების რაოდენობაზეა დამოკიდებული. რადგანაც შრომის მოყვარეობა ორივესი თანაბარია, ჯილდოც თანაბარი დაიმსახურეს. ერთი მონა კი განსხვავებულად მოიქცა. აი, რას მოგვითხრობს იგავი, უფალო, უწყოდე. რამე თუ ფიცხელი კაცი ხარ შენ, მოიმკი, სადა არა დასთესი და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიეთ და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქვეყანასა. აჰა, ესე რა შენი შენთან არს. ჰოი, ბოროტება მონისაა. ჰოი, უსაზღვრო უმადურებაო. მან არა თუ რაიმე შეიძინა მისთვის ბოძებული ტალანტით, არამედ თავის ბატონს ტალანტის გამო კიდეც უსაყვედურა. ასეთია სულის გაფუჭებულობა. ის გონებას ბინდავს და ერთხელაც კი სწორი გზიდან გადამცდარ ადამიანს უფსკრულისკენ უბიძგებს. ეს ყოველივე მასწავლებლებზეა ნათქვამი, რათა მათ არ დამალონ ის, რაც მინდობილი აქვთ და მოსწავლეებს ყოველივე დაწვრილებით გადასცენ. ახლა კი საყვარელო, შემდგომი ისმინე. შენ დაინახავ, როგორ შეიძლება მასწავლებლებმა შესწოდონ,
მათ ხო არა მხოლოდ იმის გაცემა მოეთხოვებათ, რაც მიეცათ, არამედ ზედმეტისაც. აი რას ეუბნება ბატონი ამ ბოროტ მონას, ბოროტო მონაო და მედგარო. უწყოდე, რამე თუ მოვიმკი სადა არა დავსთესი და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიეთ. ჯერ იყო შენ და დადებად ვერცხლი ჩემი სავაჭროსა და მომცავედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებით თურთ. ის ვერცხლად ღვთის ძვირფას სიტყვას სახელდებს, ხოლო ვაჭრებად თქვენ მოგიხსენიებთ, რომელნიც სიტყვას ჩვენგან იღებთ. შენი საქმე მხოლოდ ვერცხლის გადაცემა იყო, ამბობს ის, ჩემი კი არა მხოლოდ იმის მოძიება, რაც მიცემული აქვთ, არამედ ისიც, რასაც ამის გარდა მოიხვეჭდნენო. ისმენთ საყვარელნო, ისინი რაღაც იტყვიან ნეტავ, რომელნიც იმაზეც კი არ ზრუნავენ, რაც მათ ანდეს, არათუ გამრავლებაზე. მაგრამ ნახე, როგორია კაცთმოყვარე უფალი. მან ნივთიერი ფულის ნამატით აღება აკრძალა. რატომ? იმიტომ რომ ამით ერთიცა და მეორეც ამღებიცა და მიმცემიც დიდ ზიანს იღებს. ერთ სიღარიბე ანადგურებს, მეორე კი სიმდიდრის მატებასთან ერთად ცოდვასაც მრავლად იხვეჭს. ამიტომაც მისცა ღმერთმა გულქვა იუდეველებს ასეთი აღთქმა. არ მისცე სარგებელი შენს მოძმეს არც ვერცხლი, არც საჭმელი და არც რამე ნივთი, რაც სარგებელში შეიძლება გაიცეს. სამაგიეროდ უფალი ნამატ სულიერ ცხენში გთხოვს, სულიერი ნამატი ხომ ნივთიერი საპირისპიროა. იქ მევალე რომლისგანაც ზედმეტი ფული გამოიძალება, უკიდურეს გაჭირვებაში ვარდება. აქ კი ნამატის მომტანი, თუ ის კეთილგონიერი ადამიანია, რაც მეც მოიტანს, მით მეც მიიღებს. ამრიგად, საყვარელნო, როდესაც ხელში ჩვენზე მობარეულ საუნჯეს გადმოგცემთ, თითოეულმა თქვენთაგანმა მეტი უნდა იშრომოს, იფხიზლოს, რათა მოუფრთხილდეს, უუნებლად შეინარჩუნოს და საქმეში გამოიყენოს. სხვებსაც უბოძოს მისთვის მინდობილი და ისინიც სათნოების გზაზე დააყენოს. ასე თქვენი შენაძენი ორმაგი გახდება, ერთი მხრივ საკუთარ ხსნას მიიღებთ, სხვებს სარგებელს უბოძებთ, ჩვენ კი ნეტარებას გვაზიარებთ, ნეტარია, ვინც სიბზნე მოიხვეჭა და მოუთხრობს მას ყურადღებელთ და სულიერი ტრაპეზის უფრო დიდი რაოდენობით შემოთავაზების ძალას გაგვიღვივებთ. ასე რომ, არ დატოვოთ მზრუნველობის გარეშე თქვენი ძმები, მხოლოდ თქვენი სარგებელი კი არ გახსოვდეთ, ეცადეთ მოყვასნი ეშმაკის კლანჭებს გამოსტაცოთ, ყურადღება გადაატანინოთ არაკანონიერი სანახაობებიდან და ეკლესიაში მოიყვანოთ. სიყვარულით აჩვენოთ თუ რა დიდი ზიანია იქ და რა დიდი მადლია აქ. ეს ყოველივე ხანდახან კი არა, მუდმივად უნდა ვაკეთოთ. დღეს თუ ვერ შეაგნებინებთ, შემდგომ დარწმუნდებიან. მეორედაც თუ არ დაგიჯერებენ, შეუპოვრობამ შესაძლოა ოდესმე მოიყვანოს გონზე და თქვენი მზრუნველობით შეძრულნი შეეშვებიან დამღუპელ სიამოვნებებს. არასდროს დაიწუწუნო, მრავალჯერ ვუთხარი და ვერაფერს გავხდიო. არ შეჩერდე და საუბარს, რაც უფრო დიდხანს გააგრძელებ, შენი ჯილდოც მით უფრო გაიზრდება. ვერ ხედავთ ღვთის რა დიდი მოთმინებით ვსარგებლობთ, არასდროს გვტოვებს თავისი ზრუნვის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვარღვევთ მის მცნებებს. უფრო მეტიც, ყოველდღიურად მოგმადლებს აის, წვიმას და სხვა სიამეებს. ჩვენც ასე უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ძმებზე, წინ აღუდგეთ ეშმაკს, რომ მისი ხრიკები უშედეგო გავხადოთ. დაფიქრდით, აქ მოსულთაგან თითოეულმა, რომ ერთი ასეთი სიკეთე მაინც გააკეთოს, როგორ გაიხარებს ჩვენი ეკლესია და როგორ შერცხვება ეშმაკს, იმის შემხედვარე, რომ თავის მახეს ტყუილად და წარუმატებლად აგებდა. და თუ ასე იქნით, იმ დღეს გაიგონებთ. კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეც მოიქცევით. ვუმზერ თქვენ სახეებს და ვხვდები, რომ სიამოვნებით მიიღეთ ის წესები, რომლებსაც ვიმედოვნებ, რომ შემდგომში აუცილებლად შეასრულებთ. ახლა კი გთავაზობთ ჩვენს უბადრუკ და მწირ ტრაპეზს. დღესაც თქვენს ყურადღებას მამამთავარ აბრაამზე მივაპყრობ, რათა იცოდეთ, როგორი ჯილდოები დაიმსახურა ღვთისგან თავისი სტუმართმოყვარეობისთვის. გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა დღის პაპანაკებაში. სათითაო სიტყვა ზედმიწევნით გამოვიძიოთ, გავხსნათ საჭურჭლე და მასში მოთავსებული მთელი სიმდიდრე გადავათვალიეროთ. ნათქვამია, გამოეცხადა მას უფალი. რატომ დაიწყო ასე მოსემ? ყურადღება მიაქცია ღვთის კაცთმოყვარებას და დააკვირდი მონის მადლიერებას. წინა ჯერზე რომ გამოეცხადა, უფალმა მას წინდაცვეთის მცნება მისცა. ეს საოცარი მამა ყოველთვის მზადაა შეასრულოს უფლის მითითებანი. ოდნავადაც არ დააყოვნა ღვთის მცნებისაებრ თვითონაც წინა დაიცვითა, ისმაილიც წინ დაცვითა და ყველა მის სახლში მცხოვრები მამაკაციც, რითიც უდიდესი მორჩილება გამოავლინა. ამის შემდგომ უფალი კვლავ გამოეცხადა. ასეთია ჩვენი ღმერთი. როგორც კი ჩვენს მადლიერებას დაიანახავს, მაშინათვე თავის გულუხობასაც გაამრავლებს. ამრიგად, აბრაამი დაემორჩილა ღმერთს, ღმერთი კი კვლავ გამოეცხადა. თავისი თხრობა ნეტარმა მოსემ ასე ამიტომ დაიწყო. გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა დღის პაპანაკებაში. დააკვირდი, კარვის კართან იჯდაო. ისე იყო დაკავებული მასპინძლობით, რომ არც ერთ ოჯახის წევრს არ აძლევდა უფლება შეეცნო მგზავრები, არამედ თვითონ უკვე ღრმად ასაკოვანი, ვინაიდან უკვე 100 წელს მიიღწია, თავად იჯდა კარებში. ვერც სიბერემ დააბრკოლა, არც განსვენებაზე უზრუნია და კართან იჯდა. უმეტესობას ასეთი გულმოდგინება არათუ არ გააჩნია, პირიქით, ცდილობს თავი აარიდოს მასპინძლობის ვალდებულებას. მართალი აბრაამი ასე არ მოქცეულა, არა, ის კარვის კართან იჯდა დღის პაპანაკებაში.
მის სათნოებას ფასი კიდევ უფრო ემატება იმის გამო, რომ შუადღისითაც კი სტუმართმოყვარეობით იყო დაკავებული. მან იცოდა, რომ ის ადამიანები, რომელნიც იძულებულნი არიან ამ პაპანაკებაში, იარონ განსაკუთრებულად საჭიროებენ თავშესაფარს. ამიტომაც ჰქონდა შერჩეული ეს პერიოდი და კართან მჯდომი გამვლელებს აგროვებდა, პატივად მიაჩნდა სტუმრების მომსახურება, არ აწუხებდა ცნობის მოყვარეობა, რომ რაიმე გაეგო მინუს მათზე, არასდროს გამოიძიებდა ნაცნობები იყვნენ თუ არა. ჭეშმარიტად სტუმართმოყვარე ადამიანს არ ახასიათებს გამოძიება, მისი თვისებაა მოსულთა გულთბილი შეხვედრა. როდესაც ასე გაავრცელა მან სტუმართმოყვარეობის ბადე, პატივი ერგო სტუმრებოდა უფალი ანგელოზებთან ერთად. ამიტომაც თქვა პავლემ: სტუმრის მოყვარებასა ნუ დაივიწყებთ, რამე თუ ამისგან ვიეთმერეცა არა უწყოდეს და ანგელოზი ისტუმრნეს. აი რატომ თქვა ქრისტემ: რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაი ესე ვითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს. დაიმახსოვრეთ საყვარელნო, როდესაც უცხოს შეფარებას განვიზრახავთ, არ გამოვიძიოთ ვინ არის ან საიდან მოვიდა. აბრაამსაც შესაძლოა შეეცოდა ცნობის მოყვარეობა, რომ გამოეჩინა. შეიძლება იფიქრო, იქნებ მოსულთა ვინაობა უწყოდაო? საიდან? პირიქით რომ ცოდნოდა რაღაცზე გაუცდებდა. ცნობის მოყვარეობა რომ გამოეჩინა, მისი სტუმართმოყვარეობა ისე საოცარი ვერ იქნებოდა. არ უწყოდა მოსულთა ვინაობა და უცხო სტუმრებს მაინც ასე გულითადად და პატივისცემით მოეპყრო, ისე როგორც მონა ბატონებს. სთხოვა უარი არ ერთქვათ და თავიანთი სტუმრობით პატივი მიეგოთ. ახლა კი მთხრობელს დაუგდოთ ყური, რათა ღრმა სიბერის მიღმა ყრმის შესაფერი მხნეობა დავინახოთ, თვალწინ დაგვიდგეს გაახალგაზრდავებული მოხუცი, რომელიც აღფრთოვანდა და მწირთა სტუმრობა დიდ საუნჯედ მიიჩნია. თვალი აახილა, ნათქვამია და ხედავს სამი კაცი დგას მის შორიახლო. დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა. მიქრის, მიფრინავს მოხუცებული. მან დაინახა მოსანადირებელი და ისე რომ თავისი უძლურებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, გაიქცა მოსანადირებლად. მონისთვის არ მოუხმია, მსახურისთვის არ უბძანებია. არა, ის თავად გაიქცა, დიდებული განძი თავად უნდა მოვიხვეჭო. ასე იქცეოდა მართალი აბრაამი, რომელიც ფიქრობდა, რომ სტუმრად არც ისე მნიშვნელოვანი ადამიანები მიიღო. მივემსგავსოთ მართალ აბრაამს და მის სათნოებებს მივბაძოთ და ოდესმე ჩვენც მოვიპოვებთ ასეთ საუნჯეს უпроსტად. ეს საუნჯე მუდამ ხელთ გვექნება თუ კი მოვისურვებთ. რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაი ესე ვითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს. ნუ შეხედავ მგზავრის ხილულ იერს, გარეგნობის გამოც ნუ დაამცირებ, ზუსტად ისე მიიღე, როგორც უფალს ისტუმრებდი. როდესაც მწირს უფლის სახელი დახმარებას აღმოუჩენ, ისეთივე ჯილდოს მიიღებ, თითქოს თავად უფალი მოსულიყოს შენთან. სტუმარი თუნდა არხეინი და ზარმაცი ყავდეს, ყურადღებას ნუ მიაქცევ. დაჯილდოვდები, რადგან ამას უფლის გამო იქმდა მამათავრის სათნოებას ბაძავ. თვალი აახლა და ხედავს სამი კაცი დგას მის შორიახლო. დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა. უთხრა: ბატონო, თუ რამ მადლივ პოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენი მორჩილის კარს. მცირეოდენ წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში. პურს გამოგიტანთ, დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მორჩილის კარზე გამოიარეთ. მრავალი კუთხითაა საოცარი წმინდანის სიტყვები. სტუმრებისადმი მისი მზრუნველობა კი არაა გასაკვირი, არამედ ის, რომ თავისი მხცოვანების მიუხედავად, როცა შესაძლოა სტუმრები ახალგაზრდული იერისანიც კი იყვნენ სტუმრებს თაყვანისცა. ასე გამოხატა განსაკუთრებული მზაობა მასპინძლობისთვის, რათა მოსულთ არ მოჩვენებოდათ, რომ ზედაპირულად ზრდილობის გულისთვის ეპატიჟებოდა. ამიტომაც წმინდა წერილი, რომელიც წმინდანის აურაცხელ სათნოებას გვაჩვენებს, ამბობს: დაბლად თაყვანისცა, ამ საქციელით მოგცა მაგალითი მწველი გულმოდგინებისა, უზომო თავმდაბლობისა, უდიდესი სტუმართმოყვარებისა, ენით აღუწერელი მზრუნველობისა. თაყვანისცა ნათქვამია და უთხრა: ბატონო, თუ რამ მადლივ პოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენი მორჩილის კარს. ვინ შეძლებს დამსახურებულად შეასხას ქება აბრაამს, ან განადიდოს იგი? თქვა ბატონო, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ უთხრა: თუ რამ მადლივ პოვე შენს თვალში, ეს გასაოცარია. აი, ჭეშმარიტი სტუმართმოყვარეობაა, ვინც გულმოდგინედ აღასრულებს მას, იმაზე მეტს იღებს, ვიდრე გასცემს. მაგრამ მსმენელნო, არ დაამცროთ წმინდანის სათნოებანი, არ გეგონოთ თითქოს იმიტომ იქცეოდა ასე, რომ იცოდა ვინ იყვნენ მგზავრები. მრავალგზის აღვნიშნე, ასე რომ ყოფილიყო აბრაამის საქციელში აღარაფერი იქნებოდა დიდებული. სწორედ ისაა გასაოცარი და არაჩვეულებრივი, რომ ის ასე ჩვეულებრივ ხალხს ესაუბრება. ნუ გაგაუცებს მგზავრებისადმი წმინდანის მიმართვაც, ბატონო, თითქოს ერთს მიმართავსო. შესაძლოა ერთი სხვებზე აღმატებული ჩანდა, მაგრამ შემდგომ უკვე ყველას ეუბნება. მცირეოდენ წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში. პურს გამოგიტანთ, დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მორჩილის კარზე გამოიარეთ. ხედავ, ისე რომ ვინაობაც კი არ იცის მგზავრებს რამდენიმე გზის თავის თავს მათ მორჩილად მოიხსენიებს და ნახე, ის წინასწარ საუბრობს უკვე სიმწირეზე, უკეთესია ვთქვათ სიმდიდრეზე თავისი ტრაპეზისა. მცირეოდენ წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში.
პურს გამოგიტანთ, დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მორჩილის კარზე გამოიარეთ. ხედავ, როგორ იყენებს სხვადასხვა საშუალებებს, რათა დაარწმუნოს მწირები და შეიყვანოს თავისთან. ჯერ თაყვანისცა, მერე ბატონებად სახელდვა, საკუთარი თავი კი მორჩილად. შემდეგ კი ამცნობს თუ როგორი მასპინძლობა ელით თავდმაბალად ჩამოთვლის და უჩვენებს, რომ განსაკუთრებული არაფერი აქვს. შემიძლია შემოგთავაზოთ უბრალო წყალი ფეხის დასაბანად პური და ხის ჩრდილიო. ნუ გულებელყოფთ ჩემს შეთავაზებას, ხელს ნუ კრავთ ჩემს სიბერეს, ნუ არ ყოფთ ჩემს თხოვნას. ვიცი რა სირთულეც გადაიტანეთ, წარმომიდგენია პაპანაკების სიმძიმე, ამიტომ მსურს მოგასვენოთო. რომელი მზრუნველი მამა გამოიჩენდა ასეთ გულმოდგინებას საკუთარი შვილებისადმი, რაოდენიც აბრაამმა უცხო ადამიანები მიმართ გამოიჩინა. რადგანაც ასეთი გულითადი იყო მისი შეთავაზება, ნანადირევი ხელში ჩაუვარდა, მოსანადირებელი თავის ბადეში მოაქცია. მათ უთხრეს, გააკეთე რასაც ამბობ. გამოცოცხლდა მოხუცებული. ნანადირევი ხელთ მაქვს სიმდიდრე მოვიპოვე, ახლა საკუთარ სიბერესაც მივივიწყებო და შეხედე რა აღფრთოვანებული შეუდგა საქმეს, თითქოს ხელთ უთვალავი საუნჯე ჰქონოდეს. გაიქცა აბრაამი კარავში სარასთან. მიაღწია იმას, რაც სურდა და ახლაც არტოვებს გულმოდგინება, პირიქით უფრო მხურვალეს სიყვარულს ავლენს. სასურველი უკვე მიეღო, მაგრამ ამის გამო უდარდელი არ გამხდარა. არადა რა ხშირია, როცა დასაბამში ჩვენი დიდი მზრუნველობა ცვლილებას განიცდის და ისეთ შრომის გაწევა აღარ გვეხალისება ხოლმე როგორიცაც უწინ. აბრაამი ასე არ მოქცეულა. ისევ ჩქარობს მოხუცი, შევარდა კარავში სარასთან და უთხრა: აბა, საჩქაროდ სამი სეა გამტკიცული ფქვილი მოზილე და ხმიადები დააწყვე. ნახე, ის სარასაც ნანადირების თანამონაწილედ ხდის. მან ისიც საჩქაროდ საქმის აკეთებლად აღაგზნო. აჩქარდი, ეუბნება მას, ჩვენ დიდი სარგებელი მივიღეთ. განც ხომ არ დავკარგავთ, საჩქაროდ სამი სეა გამტკიცული ფქვილი მოზილე. მან მოისურვა ჯილდოს მონაწილე მისი ცხოვების მოკავშირე სარაც ყოფილიყო, რადგანაც კარგად უწყოდა ამ კეთილი საქმის მნიშვნელოვანება. თორემ, რატომ დაავალებდა ამას მოხუცებულ ცოლს, ის ხომ უკვე 90 წლის იყო და არა რომელიმე მონას. სარა არ ამბობს უარს შეასრულოს ბრძანება, არამედ თავადაც მსგავს გულმოდგინებას იჩენს. დაე ისმინონეს მამებმა, დაე ისმინონეს დედაკაცებმა. მამებმა რათა ასევე ასწავლონ თავის მეუღლეებს, არა მხოლოდ მონების საშუალებით კეთება საქმეებისა, არამედ საკუთარი ხელითაც. დედაკაცებმა კი ისწრაფონ ქმრების კეთილ ნაღვაწში თანამონაწილეობისთვის. ნუ ერწყინებათ სტუმართმოყვარეობა, მწირთა მსახურება, არამედ მიბაძონ სარას, რომელმაც ასე მოხუცებულმა თავის თავზე იტვირთა შრომა და მონისვალდებულება შეასრულა. სამწუხაროდ, ვიცი ჩვენს სიტყვებს არავინ იღებს ყურად, ჩვენთან ახლა ყველაფერი სხვა გზით მიემართება. დედაკაცებში აზიზობა გაბატონებულა, ჩაცმულობაზე, ოქროს სამკაულებზე, გარეგან მორთულობებზე ზრუნვა, სულზე კი არავინ ფიქრობს. პავლეს შეგონებაც კი არ ესმით, რომელიც ღაღადებს. ეგრეთვე დედათაი წესიერებისა სამკაულითა მორცხუეთ და ღირსებით შემკობად თავთა თვისთა, არა განწყზვითა, ანუ ოქროითა, ანუ მარგალიტითა, ანუ სამოსლითა, დიდფასისაითა. თუ კი მორთვა გსურს ჭეშმარიტი სამკაულით მოიკაზმე, ისეთით ნამდვილ დედაკაც რომ შეეფერება, კეთილი საქმეები შეიმოსე. აი ესაა სულის სამშვენისი, რომელიც უცხოთაგან არ განისჯება, ვერც ვერავინ მოგტაცებს, ის სამუდამოდ დაუზიანებელი რჩება. გარეგნულ სამკაულთაგან უამრავი ბოროტება წარმოსდგება, არაფერს ვამბობ სულიერი ზიანის, მისგან მომდინარე ამპარტავნების, ახლობელთა მოძულების, სულის ქედმაღლობის, სულის გახრწნის, ნებადაურთველი საქმიანობებით გატაცების შესახებ. თანაც ეს სამკაული მონათა გაბოროტების, ქურდების დაცემის გამო ადვილად შეიძლება დაიკარგოს. მათ გამო უამრავი ბოროტება და დაუსრულებელი დარდი იჩენს ხოლმე თავს. ასეთი არ იყო სარა. მან ჭეშმარიტი სამშვენისი დაიბნია, რადგანაც აბრაამის მსგავსი იყო, როგორც ის მირბოდა და მიიჩქაროდა კარვისკენ, ისევე გულითადაც შეასრულა სარამაც მისი ბრძანება და მოზილა სამი სეა გამტკიცული ფქვილი. მერე საქონლისკენ გაიქცა აბრაამი. ჰოი, მხცოვანო სიყმაწვილევ, ჰოი, სულიერების ძალავ, მირბის საქონლისკენ, არ მიუშვა მონები, ყოველი ნაბიჯით აჩვენებს სტუმრებს, რაოდენ სასიამოვნოა მომსახურება სტუმრებისა და რაძვირად აფასებს მათ სტუმრობას, გამოიყვანა ჩვილი და საღიხბო და მსახურ ბიჭს მისცა, მანაც სასწრაფოდ დაკლა იგი და დაამზადა. ნახე, ყველაფერი რასწრაფად ანთებული გულმოდგინებით, გულითადი სიხარულით და დიდი სიამოვნებით კეთდება. ამის შემდეგაც არ დაწყნარდა აბრაამი და ისევ მსახურთა რიგში ჩადგა. გამოიტანა ერბო და რძე, გამზადებული ხბოს ხორცი და წინ დაუწყო. ყველაფერს თავად აკეთებს და სთავაზობს. თავისი თავის სტუმრების გვერდით დაჯდომის ღირსადაც არ ჩათვალა. ისინი ჭამდნენ, თავად კი ხის ძირას იდგა შორიახლო. რა დიდებული სტუმართმოყვარეობაა, როგორი სიმაღლეა ღვთისმოყვარე სულისა. როცა ისინი ტრაპეზობდნენ, ეს თითქმის 100 წლის ადამიანი მათ წინაშე ფეხზე იდგა. მეჩვენება, რომ სიხარულისა და გულმხურვალების წყალობით მას ახალი ძალები მიენიჭა და უძლურებაზე მაღლა დადგა. ამრიგად, მამამთავარი იდგა როგორც მონა და დიდ პატივად მიაჩნდა სტუმართა მომსახურება და მათი მოსვენება რთული გზის შემდგომ. ხედავ, რაოდენ ღრმაა სტუმართმოყვარება აბრაამისა. უმთავრესი პურების და ხბოს ხორცის შეთავაზება კი არ იყო.
არამედ მას პინძლის ვალდებულების შესრულების დროს გამოვლენილი უსაზღვრო პატივისცემა და თავმდაბლობა. ზოგნი ხომ პირიქით მასპინძლობენ თავის სტუმრებს, ან პარტავნობენ, ხან აყვედრიან კიდეც იმ სამსახურს, რომელიც გაუწიეს. ეს კი მუჩში შეგროვილ, შემდგომ კი უცაბედად გადაყრილ ოქროს ემსგავსება. ვინც რაიმეს ქედმაღლობით აკეთებს და გონია რომ უფრო მეც გავცემ, ვიდრე ვიღებო სინამდვილეში იმ ჯილდოს კარგავს, რომელიც ამ საქმისთვისაა გამზადებული. მაგრამ აბრაამმა ნამდვილად იცოდა რას აკეთებდა და ამიტომ ყოველივე სულიერი გულმოდგინებით აღასრულებდა. და ვინაიდან სტუმართმოყვარებას გულუხვად სთესდა, მალევე ჭვავის ძნაც გულუხვად მოიმკო. მას შემდეგ რაც აღასრულა ყოველივე რაც ხელეწიფებოდა, მოსული ბოლოს და ბოლოს ამჟღავნებს ვინაობას და ნელ-ნელა აჩვენებს თავს ძლევამოსილების დიდებულებას. დაინახა რა, რომ მუხასთან დგას აბრაამი და თავის დგომით განსაკუთრებულ პატივს მიაგებს მათ უთხრეს. სად არის სარა, შენი ცოლი? კითხვა მიახვედ რა, რომ მოსული ჩვეულებრივი სტუმარი ვერ იქნებოდა, რადგანაც მისი ცოლის სახელი უწყოდა. უთხრა: აქ არის, კარავში. ვინაიდან უცნობს მისთვის უჩვეულო რამ უნდა აღეთქვა, ამიტომ სარას სახელით მოხმობით გამოავლინა, რომ ის ადამიანის ბუნებაზე მაღლა იდგა. თქვა ერთმა: კიდევ მოვალ შენთან გაის ამ დროს და ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას შენს ცოლს. სარა კარვის კარს უკან იდგა. ყველაფერი ესმოდა. გაეცინა გულში სარას. რა სიამე უნდა განვიცადო, როცა დავბერდი. ჩემი პატრონი მოხუცებულია. სარას ქმედება, რომ გაემართლებინა წმინდა წერილმა წინასწარ შენიშნა, რომ მოხუცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი. დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას. სარა გულში განიხილავდა და სწორედ ამ დროს ფარული ფიქრების გამჭრეტმა მოისურვა გამოეჩინა თავისი დიდებული ძალა და ისიც ეჩვენებინა, რომ ყოველივე დაფარული განცხადდება აბრაამს ასე მიმართა. რა იყო რომ გაეცინა სარას და თქვა: ნუ თუ მართლა ვშობ სიბერეშიო, რა არის უფლისთვის შეუძლებელი? ამგვარად მან თავისი თავი გამოააშკარავა. არის კი რამე შეუძლებელი უფლისთვის? ამბობს ის: მე არ ვქმნი და გადავასხვაფერებ ყოველივეს? მე არ მაქვს მეუფება სიკვდილსა და სიცოცხლეზე? რამე თუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყვაი. დათქმულ ჟამს გაის ამ დროს ისევ მოვალ შენთან და ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას. რომ თქვა დაუბრუნდებიო, მაშინ მიხვდა სარა, რომ მის შვილიერებას ვერც სიბერე და ვერც სიბერწე წინ ვერ აღუდგებოდა. რომ გაიგო მისი დაფარული ფიქრებით, შეუტყვია უცნობს გადათქვა სარამ. არ გამიცინიაო, რადგან შეეშინდა. უთხრა: არა, გაიცინე. მართალია, შენ ეს მხოლოდ შენს გონებაში გაივლე და ჩუმად გაიცინე. არ გეგონოს, რომ ამის დამალვას შეძლებ ყოვლისშემძლე უფლისგან მიმართავს აბრაამი. არ უარყო ის რაც იყო და ცოდვას ცოდვა არ მიუმატოო. დიდი მადლი მოგვენიჭა, ამის მიზეზი კი ჩვენი სტუმართმოყვარეობაა. ყველაფერში მივემსგავსოთ აბრაამს, უფრო მეტად ვიზრუნოთ სტუმართმოყვარეობაზე, იმისთვის კი არა, რომ სამაგიეროდ წარმავალი სიკეთენი მივიღოთ, არამედ რათა მომავალ ცხოვრებაში უხრწნელი სიკეთეებით ნეტარებანი განვიმზადოთ. თუ კი ასე მოვიქცევით, ჩვენს გავხდებით ღირსნი ქრისტეს სტუმრობისა, თვითონ კი თავის სამყოფელში მიგვიღებს და გვეტყვის. მოვედით, კურთხეულმა მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამიდან სოფლისაით. რამე თუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი, წყუროდა და მასუთ მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე, შიშველ ვიყავ და შემოსეთ მე, სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე, საპყრობილეს ვიყავ და მოხვედით ჩემდა. ამაზე ადვილი რაღა უნდა იყოს. ქრისტე გვეუბნება, აკეთე შენი საქმე, თუნდ ღარიბი იყოს მგზავრი, თუნდაც გარეგნულად შესაზიწყი. ამენ გეტყვი თქვენ. რაოდენი უყავთ ერთასა ამას მცირეთაგანსაც მათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ. ამრიგად, არ უგულებელყოთ ის დიდი სარგებელი, რაც სტუმართმოყვარეობას მოჰყვება, არამედ ყოველდღე ეცადეთ აღასრულოთ ეს შესანიშნავი საქმიანობა. უფალი ხომ ჩვენგან უხგულმოდგინებას და არა ხორაგის სიმრავლეს. გახსნილ გულს და არა მდიდრულ ტრაპეზს მოითხოვს. მსახურებას სიყვარულით და არა მხოლოდ სიტყვით მოითხოვს. ამიტომაც თქვა ბრძენმა: მოწყალებას ჯობია სიტყვა. ხშირად ხომ გულითადი სიტყვა უფრო თანამგრძნობი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე მოწყალება. ამიტომ არასდროს მოგვივიდეს გული ჩვენთან მოსულებზე, დავეხმაროთ თუ შეგვიძლია. ეს დახმარება სიხარულით აღვასრულოთ, რათა უფრო მეტი მივიღოთ, ვიდრე გავცემთ. ხოლო თუ დახმარება არ ძალგვიც, უხეშად მაინც არ მოვექცეთ მთხოვნელს, სიტყვით მაინც ამოუდგეთ გვერდში და მშვიდად გავესაუბროთ. რატომ უნდა მოვეპყროთ უხეშად? ძალით გაკეთებინებს რაიმეს. ის მხოლოდ თავს იდრეკს გემუდარება. ამ მუდარით ხომ მრავალ დალოცვას გვიგზავნის მცირედ სიტხოვს, ჩვენ კი ესეც არ გვინდა რომ მივცეთ. ასეთი საქციელისთვის მივიღებთ კი შენდობას ღვთისგან? რამ უნდა გაგვამართლოს, როდესაც ყოველდღიურად მდიდრულ სუფრას ვიმზადებთ, ხშირად იმაზე აღამტებულს ვიდრე გვესაჭიროება და ღარიბებს კი ცოტაც არ გვინდა უწილადოთ? რაოდენ ღრმაა ჩვენი უზრუნველობა. რამდენ სარგებელს ვკარგავთ ამის გამო? რაოდენ განძს უშვებთ ხელიდან? ჩვენი თვე ვიშორებთ ჩვენი ხსნისთვის ღვთისგან მონიჭებულ საშუალებებს. ყოველივე სკივრებში ვრაზავთ და ჩვენს ოქროს ჟანგს ვაჭმევინებთ, ან კი ქურდებისთვის ვინახავთ. ურიცხ სამოსელს ჩილს ვაჭმევინებთ, იმის მაგივრად რომ გაუნაწილოთ სხვებსაც და ამ ქველმოქმედებით აურაცხელი მადლის ღირსნი გავხდეთ. დაე, ყველამ შევძლოთ მისი მიღება, წყალობითა და კაცთმოყვარეობითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა,
რომელსა მამისა და სულისა წმიდისა თანა, ჩვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.